თქვენ ნორმაზე ხართ, 100-ზე ხართ ვაფშე რასდა. 400.000 ის არის ჩამოსული ძმაო რა. სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თან ეხლა ზოგი მორჩილი მუშაარი რაღაცა დადიან სხვადასხვა ერების წარმომადგენელი. ზოგი ისეთი ნაგლი და თავხედი არის ბიჭო. თან მუღამი დაიჭირეს 30 კაცი, 20 კაცი ერთად გროვდებიან. ერთი დედი შენი შვილი ხარ და რამე გაუბედია ბა. ამ 300-400.000 კაცი ჩამოსულში მიგრანტში. თქვენ ვაფშე აი თუ რამე ხან ამერიკას ამბობთ, ხან ევროპას. ეხა ტრამპმა როგორ დააყენა მიგრანტების საკითხი თქვენ აზე ხართ. ერთი თვითმფრინავი ჩამოგვივიდა, ხო, საქართველოსთვის რა. სხვებს რას უშვებიან რა. წკეპლებით გამოყრიან იქიდან. თქვენ ეხა აზე ხართ ეს ბრძანება რო დაწერეთ, რომ რამდენს 20 ქვეყანას გაუხსენით ისეთებს, რომელიც აი არ ვიცი რა, პაპუასები არიან, მე მგონი რა. ვიღაცა მითხრა შეურაცხყოფას ნაყენ. თქვენც მოგაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენი მართლა შუბა დავხიე რა. არ ამოხვედით ბიჭო ხელში ამ თქვენი ამ პარტაუნები და კუდა ბზიკობით რა. ვინ მამაძაღლი, ვინ საქართველოზე იზრუნებენ. თან ბიჭო შინაგანაც ხვანაირი რამეები გვაქვს რა. ეგენი მოდიოდნენ და ეგენი გვიპყრობდნენ და ეგენი გვიბახებდნენ და ეგენი მიერეკებოდნენ რა. თუ ეგეთი ტიპები არიან, რომლებსაც ჩვენთვის გული გაღებული აქვს და საქართველოს დაფასება აქვს და იმ მენტალობის დაფასება აქვს და იმ ტრადიციის დაფასება აქვს, ფეხებს დავბანთ ძმაო. მაგრამ ეს ნაგლები რო არიან, ეს ვირთხები, ჩამოთრეულები. თქვენ ბიჭო მთავრობა რა რასაკეთებთ ერთი მართლა რა. ეხა ხანდახან რომ გამოაჭენებთ ხომ რომ არაო, ვისაც არა აქვს, ნაღევარი საქართველოს იყიდეს. იმხელა ფული არაბეთში და იქითკენ ძმაო, რო დაჭირდა და შეგროვდეს, გვიყიდიან აი ყველაფრიანად რა. მაგას არ კიოდით და ვწიოდით ქართული მარში რომ არ მისცეთ გემუდარებით უფლება. გემუდარებით არ ხო ჩუმად ყიდით თქვენ მშობელ ძაღლებო თქვენ არა. ხო ჩუმად ყიდით საქართველოს მიწას. რამდენი მიწა ეხა მე რომ დავინტერესდე ოფიციალურად და აი იურისტების გუნდთან ერთად მივიდე რესტში. რამდენი მიწა არის გაფორმებული ეხა იმ მეებზე რა. აი არ აქვს ცხონიათ ბიჭო.